ჩვენ რასაც ვაკვირდებით და ამაზე ვმუშაობთ და არ გეგმოთ რომ ისე ვზივართ ჩვენ მთლიანად საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივი აზრი შესწავლილი გვაქვს და მიუხედავად მაგათი საზოგადოების პოლიტიკური შეხედულებისა საქართველოს 80%-ს არ მოწონს არაბული ეგრეთ წოდებული ქალაქების შენება. ეს არის მოცემულობა. ამას ვერ გივექცევთ. ეს არის მოცემულობა. მოდი ახლა გავყვეთ. როდესაც ჩვენ დავიწყეთ საუბრები და უკვე რამოდენიმე თვეა ვაანონსებთ 20 სექტემბრის აქციას, მაშინვე ვთქვით, რომ გამოჩნდებიან გარკვეული ადამიანების ჯგუფები, ორგანიზაციები, რაღაც პოლიტიკური დაჯგუფებები, რაღაც ასე და ასე შემდეგ. და 20 სექტემბრამდე წინსწრებით დაიწყებენ ესენი თავიანთ აქტივობას. ამაში დაეხმარებათ, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა. და გეტყვით რატო. მარტივად აღიხსნით, კაცო, ამას ძალიან დიდი ფიქრი არ ჭირდება და ძალიან, ვინც დაკვირვებულია პროცესებზე, მარტივად მიხვდება. და გეტყვით როგორც ახდება ეს. ჩვენ როდესაც დავიწყეთ ამაზე მუშაობა, ამ ლიბერალური ფლანგი, ავიღოთ ლიბერალური ფლანგი, ნეიტრალური ფლანგი ავიღოთ, რომლებიც არჩევნებშიაც არ დადიან და იმედი აქვს გადაწურული, მაგ ხალხმა დაიწყეს აქცენტების გაკეთება, რომ ნამდვილად არ გვინდა უცხოთომელების ჩამოსახლება და მივესალმებით თქვენ ინიციატივას და ეგ უცებ როგორც ჩვენ ვსწავლობთ საზოგადოების აზრს და მართლა ჭეშმარიტად აზროვნებენ ისინი და არ უნდათ, ისე აღმოაჩინა საქართველოს ხელისუფლებამ, რომ ჩვენ აქტივს ვკარგავთ. ეს არის აქტივი, როგორი აქტივი? ეს არის აქტივი, რომელი აქტივიც, პრემიერმა რო თქვა, რომ ნაციონალურ მოძრაობას ჩვენ ვაფინანსებით. ზუსტად იქიდან გამოიჩეკა გარკვეული, ეს არის აქტივი, რომელი აქტივიც, პრემიერმა რო თქვა, რომ დამუთეთ პოლიტიკის ნაციონალურ მოძრაობას ჩვენ ვაფინანსებით. ზუსტად იქიდან პოლიტიკსი დამუთეთ. ხო. ანუ რა ხდება? რო დაინახეს, მარტივად აგიხსნით, რო დაინახეს, რომ აქტივობა გადაიზარდა მართლა საქართველოს სრულ მასშტაბში, ჩვენ ვკარგავთ იმ აქტივს, რომელი აქტივიც შეიძლება, რომ ევროპისკენ რომ მიდიან, რო ატყუებენ, ვითომ რომ მიდიან, ხოცების მაგინებლები რო არიან და ვითომ რო აგინებენ, ხელმძღვანელობა ესე როა, ზუსტად მაგ აქტივს კარგავენ, ვინც ჭეშმარიტება დაინახა და მართლა ქვეყანაში ხდება ისეთი რაღაცა, რომელიც რომ ჩვენი მომავალი თაობებისთვის საშიშროებას წარმოადგენს. გამოჩეკეს რაღაცა ჯგუფი, რომელმა ჯგუფმაც დაიწყო დაანონსება და რაღაც ფორმულა და რაღაც ტელევიზიები აშუქებენ მაგას, რომ დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება, თურმე თითქოს უნდა აკრძალონ ეს ბინადრობის გაცემის უფლება, თურმე უნდა აკრძალონ ეს უვიზო რეჟიმი რო გვაქვს, თურმე უნდა აკრძალონ მიწების გაყიდვა. ეგ ყველაფერი გაკეთებული გვაქვს ჩვენ 1 წლის უკან. ამ ყველაფერში ეგ ადამიანები არასდროს არ გამოჩენილან, მაგრამ საქართველოს მთავრობამ აღმოაჩინა, რომ ის აქტივი, რომელიც ყავდათ ქუჩაში გამოყვანილი, ზუსტად სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რომელიც მართვადი იყო, მაგ აქტივს კარგავენ, იმიტომ რომ ხალხი მიხვდა ამ ყველაფერს. გამიგე? და გადმოვიდა ჭეშმარიტების გზაზე და მიხვდნენ, რომ ეს ქვეყანა იყიდება. ამიტომ შექმნეს ალტერნატიული ძალა და დაიწყეს რაღაც ხელმოწერები თითქოს ამ აქტივის შენარჩუნების მიზნით ახალი რაღაცა მოძრაობა. მეტროებთან დგანა, ბანერები დგანა, დაფინანსებულები არიან ჩვეულებრივად, მაგრამ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ. ყველაზე მთავარი. როდესაც 20 სექტემბრის აქცია დაანონსდა, მაგ აქციის მოწინააღმდეგე გამოჩნდა ძალიან ბევრი. და თქვენც კარგად იცით, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოჩნდა.
ეხლა ესენი არიან შენარჩუნებაზე გადასულები, ზუსტად იმ ფლანგისა, რომელი ფლანგიც მაგათ მმართველობის ქვეშ იყო და ანუ ჭეშმარიტების წონამ გადმოწონა იმ სასწორმა. ეგ არის აუწონავი რაღაც. ეგ ისეთი რაღაცაა, რომელიც რომ ადამიანები თუ აზროვნებენ, ხვდებიან სად უნდა იყვნენ. თავის სამშობლო თუ უყვართ, ნიშნობა არა აქვს, კაცო. აქ ჩვენ ვიძახით, რომ პოლიტიკური შეხედულებით არ ვახცევთ მაგას ყურადღებას, ყველა მოდით ჩვენთან. მაგრამ ამათ რა გააკეთეს? ამათ გააკეთეს ის, რომ მოდი ეგ აქტივი სულ არ დავკარგოთ, რაღაც დოზით შევინარჩუნოთ, ჩავთოთ ამ ხელმოწერებში, ამ რაღაცეებში, მერე შევიტანთ, აი ზუსტად ესე იქნება რა. ჩვენ ხო მაგარ პროგნოზებს ვაკეთებთ ხოლმე. მერე შევიტანთ ჩვენ პარლამენტში, აქ ხდება საუბარი რაზე? 12 სექტემბერზე. ამ ხალხს გარკვეულწილად ვისაც მოატყუებენ, ამათ იმ ხელმოწერებისთვის გამოიყენებენ. პირდაპირ გეუბნებით, კაცო, ეს პროცესია. გამოიყენებენ, მერე იტყვია, რომ დააიმედებენ, რომ ჩვენ შევიტანეთ პარლამენტში ეს კანონპროექტი, ამ დროს 20 სექტემბრის აქციას რაღაც კატეგორიას გამოგლეჯავენ. გამიგეთ? ესენი გამოგლეჯავენ რაღაც კატეგორიას, რომელსაც ისევ რაღაც თავიანთი გავლენებით ხელს მოაწეინებენ. ჩაივლის ეს 20 სექტემბრის აქცია, რაღაც რაოდენობას ხომ მოაგლეჯავენ, კაცო, კი ვერ დააკრინებენ, მაგრამ ხო ჩამოართმევენ. ეგ მაგათი გეგმაა. და მერე 20 სექტემბრის შემდეგ იცი როგორი საუბრები წავა? პარლამენტმა არ განიხილა და მოდი ქოცებს ვაგინოთ. და ისევ წავა ქოცებზე გინება. არა და ქოცების ხალხია ეგ. ეგენი არიან ერთი კომანდა და ზუსტად ეგ ხალხი ებრძვის იმას, რომ ნამდვილად ქართული ერთობლივი პროცესი არ განვითარდეს ქვეყანაში ამ არაბული ინვესტიციების საწინააღმდეგოდ. ხალხის გაგლეჯვასაც ცდილობენ, მერე დააბრალებენ ქოცებს, რომ პარლამენტმა არ განიხილა, ის რაღაც ხელმოწერები, რომელიც უკვე 56,000 გვაქვს ჩვენ გაკეთებული, ორჯერ თუ რაღაცა დაგვიბრაკეს, თუ რავი, რაღაცები მოახდინეს და კიდევ ვიარეთ და მაინც შევქმნით და მაინც ვიწვალეთ და მაინც გავაკეთეთ და სექტემბერშია განხილვა. ზუსტად 12 სექტემბრიდან 20 სექტემბერს ამ ხალხს ააცილებენ, ანუ პროცესს ჩამოაშორებენ, რომ 20 სექტემბერს ეს რაღაც გარკვეული, რასაც მოახერხებენ, რა ვიცი, 5,000 თუ 10,000 გადაიბირებენ, ამ პროცესს გამოგლეჯავენ ამ კატეგორიას და მერე იცი რა სეთქვიან? მეტი არაფერი. ჩვენ ხო ვიბრძოლეთ ხალხო, მაგრამ აი ქოცების დედა. სინამდვილეში ეს ქოცების გაკეთებული ყველაფერი. გამიგეთ? ამიტომ არ უნდა მოუწყუდეთ, გაკეთებულია ეგ საქმე, კანონპროექტი შეტანილია და სექტემბერში ველოდებით პასუხებს. ამიტომ, როდესაც პასუხებს ველოდებით, მაგ დროს უნდა ვიყოთ ჩვენთან, ვიდრე ახალი ველოსაპედის გამოგონება დაგჭირდეთ ხალხო. და თქვენ გამოგიყენებენ და მერე გეტყვია, რომ აი ხო იცით რა, ეგ ქოცების პარლამენტია, არ იცოდი, აი მაინც გადაგვადი, კიდე ერთხელ ავცადეთ, ამათ არც სამშობლო უყარა, 1000 სისულელეს მოგახვევენ თავზე და ამ პროცესის ჩამოცილებას ეცდებიან, კაცო. ეს არის მოცემულობა. აი, ეს 2x2-4-ია რა, იმიტომ რომ ჩვენ შესწავლილი გვაქვს ქოცების გზა და კვალი და საქციელი. რავი, ეხლა თვითონ აფინანსებდნენ, იცი რა საფინანსებდნენ. აი, მაშხალების პული მიოტი რო ქონდათ ქუჩებში და ერთმანეთს რო ჩეხავდნენ პოლიცია და ისინი მომიტინგეები. აი, მაგას აფინანსებდნენ, რომ არჩევნები მოეგოთ. კაცო, ბილბორდები გამოგიკრეს, ომი გინდა თუ მშვიდობა, უკრაინის დანგრეული ქალაქების ისინი გამოგიკრეს და მშვიდობის ქალაქიო თუ რა ეწერა მეუღლის. ხო, აი მაგ შედარების წინ დაგაყენეს. გამიგეთ? ამიტომ არ უნდა მოუწყუდეთ და 20 სექტემბრისთვის ჭეშმარიტად ვინც ფიქრობს, მე ახლა არ გატყუებ თამას და ჩემი მოგონილი არ არის, კაცო, არასო ხედავ პირდაპირ ხელის გულზე დევს რა. გამიგეთ? და ამით ახლა თქვენ თუ ახლა მე დამიჯერებთ, ეს ჩემი სარგებელი კი არ არის, კაცო. აი ეს არის ქვეყნის სარგებელი, რომ არ მოგატყუონ კიდე. აი მაგას გეუბნებით, მეტი აქ არაფერი არ ხდება. ისევ მოგატყუებენ, ისევ გაგინებინებენ ქოცებს, ისევ მიზანს ვერასდროს ვერ მიაღწევთ, 100,000 იყავით ქუჩაში გამოსული და ვერ მიაღწიეთ, კაცო. და გამოგიყვანათ ბიძინამ.
ეგეც უნდა მიხვდეთ კაცო. აი ეს არის ჩემი სათქმელი რა და. მადლობა ყურადღებისათვის, ვინც გაიგო და ვინც ვერ გაიგო, კიდე რა ვიცი, რანაირად გავუმარტო. ხანდახან ვიღელები ხოლმე ფიქრით, მაგრამ რავი, იმედია მიხვდით რა.